მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი ტივის ეთერში, ასევე Facebook-ზე შეგიძლიათ და YouTube-ზე მოძებნოთ კრიპტობაზარი, განვიხილოთ ხოლმე საინტერესო სიახლეებს, ყავს ასევე ხანდახან სტუმრები და მიმოვიხილოთ პრინციპში იმ ტენდენციებს, რა ტენდენციებიც არის კრიპტოვალუტების მიმართულებით საქართველოში და ასევე საქართველოს გარეთ. მოკლედ, სანამ გადაცემაზე გადავალთ, უშუალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ახლა გამოჩნდება ეკრანზე ან აღწერაში სარეგისტრაციო ლინკი, სადაც დარეგისტრირდებით ჩვენი რეფერალური ლინკით, გაივლით ვერიფიკაციას და მიიღებთ იმ ყველა სერვის პრინციპში, რა სერვისებიც აქვს Bitnet-ს და ეხლა უშუალოდ აი ამ თვეში ხაზგასმით, მოკლედ, თქვენ გაქვთ რამოდენიმე აქცია, ორი ეს ცალსახად პრინციპში 0%-ად, რაზეც იყო საუბარი მთელი ივნისის განმავლობაში მოთხოვნიდან გამომდინარე, ივლისის განმავლობაშიც 0%-ად შეგიძლიათ შეისყიდოთ Bitnet-ზე USDT. მოკლედ 0%-ს გადაიხდით, როდესაც შეისყიდით USDT-ს. ასევე დაემატა ესეთი სიახლე, რომ მინიმუმ ყველაზე მინიმალური თანხა, რითაც შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი კრიპტოვალუტა არის 5 ლარი და პრინციპში 5 ლარი ის საექსპერიმენტო თანხა შეიძლება იყოს ბევრისთვის, რომელიც ყოველდღიურად ან თუნდაც ყოველკვირეულად იყიდიან სხვადასხვა კრიპტოებს და გააკეთებენ მოკლედ ექსპერიმენტებს მოთხოვნიდან გამომდინარე, ისეც რა თქმა უნდა დაიწია ასე ვთქვათ მინიმალური შესყიდვის ფასმა და 5 ლარად უკვე ნებისმიერი კრიპტო შეგიძლიათ შეიძინოთ და ბიტკოინის საყიდლად სულ არ დაგჭირდებათ 108,000-109,000 დოლარი, არამედ 5 ლარადაც შეგიძლიათ რაღაც თქვენი ფრაგმენტი შეისყიდოთ და ასევე კიდევ ერთი სიახლე, რაც საინტერესოა სხვათა შორის 24/7-ზე დაემატა საპორტი და პრინციპში თქვენ შეგიძლიათ მოკლედ თუ შეკითხვები გექნებათ აი ამ მოგზაურობის დროს, როდესაც 0%-ად იყიდით USDT-ს, ან მინიმუმ 5 ლარადი შეისყიდით კრიპტოვალუტას და კიდევ გექნებათ შესყიდვები, შეგიძლიათ საპორტს მიწეროთ და საპორტი მოკლედ ნებისმიერ დროს გიპასუხებთ ეს სამი სიახლე და რა თქმა უნდა ეს 0%-იანი სიახლე თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე და ინტერესიდან გამომდინარე ივნისის შემდგომ ივლისსაც გაგრძელდება და თქვენგან ველით აუცილებლად უკუკავშირს, რათა ამ უკუკავშირით ჩვენ ასე ვთქვათ Bitnet-ს მივაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას თუ რა არის თქვენთვის საინტერესო. ახლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე, სადაც განვიხილავთ სიახლეებს, მეორე ნაწილში იქნება ბაზრის განხილვა და მესამე ნაწილში უპასუხებ თქვენ შეკითხვას. მოკლედ, პირველი ნაწილის პირველ სიახლეზე გადავიდეთ. სიახლე არც არის ეს პრინციპში, ეს არის დეცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურების პრინციპში, დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურების ანალიზზე ვისაუბრებთ ჩვენ და ის ანალიზი პრინციპში, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ინვესტორს გაუმარტივებს, მოკლედ ფიზიკური ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრებთ. დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ეგრეთ წოდებული DePIN-ი მოიაზრებს იმას, რომ ასე ვთქვათ, ინტერნეტ კავშირი, ხელსაწყოებს შორის კავშირი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურების შექმნა არაცენტრალიზებული მეთოდით, სხვადასხვა მოთამაშეები არიან ჩართული, ამის და მიხედვით, მოკლედ სხვადასხვა სუბინდუსტრია არსებობს დეცენტრალიზებული DePIN-ის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაში, ძირითადად გამოიყოფა სერვისები, რომლებიც გვეხმარებიან, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ძალების დაქირავებაში, გამოყენებაში, ასევე შენახვაში, ამა თუ იმ აქტივის და ასე ვთქვათ, ინფორმაციის, ამაზეც ვისაუბრებთ, ასევე კავშირებს შორისაც ვისაუბრებთ, სენსორები და სხვა პატარ-პატარა ტექნოლოგიები, რა ტექნოლოგიებზეც პრინციპში არის ხოლმე საუბარი. ახლა ეკრანზე გამოჩნდება მოკლედ ეს რეპორტი. ეს რეპორტი ძალიან მოკლედ გავიაროთ, ჩვენ Twitter გვერდზე დევს სტატია, DePIN-ის რეპორტი 2025. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ დასპონსორებული კვლევა, ახლა რასაც გავივლით კვლევა ძალიან მოკლედ, ინფორმაციები მოცემულია 2025-31 მარტის ჩათვლით და შესაბამისად აგერ ანალიტიკოსებსაც შეგიძლიათ გადახედოთ, მათ პროფილებსაც როდესაც გადახვათ, ბლოკის მიერ არის დამზადებული, დასპონსორებული IO.net-ის მიერ, რომელიც სხვათა შორის DePIN ინფრასტრუქტურაშიც გადის, მეთოდოლოგიებიც არის აღწერილი, ძირითადად არის ამ კომპანიების მიერ
მიერ მოწოდებული ინფორმაციების სხვა სიახლე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული არაფერი არ გვაქვს. და ზოგადად რაში გვეხმარება ესეც არის მოკლედ აღწერილი ისტორიაში წერია რომ 23-24 წლიდან იწყება ამ ინფრასტრუქტურების აღმასვა რეალურად უფრო ადრეც დაიწყო და თქვენ გახსოვთ ახლა ყოველთვის საინტერესო, ბევრისთვის საინტერესო, ყოველ შემთხვევაში მაგალითად ჰელიუმი და ჰელიუმი პრინციპში ამ სენსორების ინფრასტრუქტურაში გადის, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა ქსელს და ჰელიუმიც იქნება განხილული. აი სეგმენტების მიხედვით, მოკლედ კომპიუტერული ძალა, GPU, CPU-ს გამოყენება თუ გვინდა storage ეგრეთ წოდებული შენახვა, რაღაც ინფორმაციის დაკავშირება, სენსორები და სხვა. ესე იგი, აქ ამ სექტორში რა გვაქვს მოკლედ, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ძალის ქირაობა შეგიძლიათ რამოდენიმე პროექტი თქვენთვის ნაცნობი იქნება აქ, ესე იგი ფიზიკური ინფრასტრუქტურას, რაც მოიცავს GPU-ს, CPU-ს დანადგარებს და ASIC-ის დანადგარებს, კომპიუტერულ ქსელებზე მოკლედ არის ინფორმაცია აღწერილი და რამოდენიმე პროექტი არის განხილული. რენდერის ქსელი, რომელზეც აგერ არის ინფორმაცია, მოკლე ინფორმაცია წერია, რომ ჩაიშვა 2020 წლის აპრილში არის Solana-ს ქსელზე, სხვათა შორის რენდერის ყიდვაც bitnet-ზე შეგიძლიათ და კიდევ არის ერთი Deepin პროექტი, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ მოკლედ უპრობლემოდ bitnet-ზე. აქ არის ეს მოცემული თითქმის ყველაზე, ანუ წამყვანებზე არის თეტაზე არის მაგალითად ინფორმაცია გოლემ, სხვათა შორის ერთ-ერთი ძველი პროექტი არის, რომელიც ჩანდა ყოველთვის ბაზარზე, მაგრამ ესე Deepin პროექტებზე საუბარი გოლემის გაავლით არასდროს არ გამიგია სამწუხაროდ. ეთერიც აქ არის, IOT.net, აი IOT.net არის სპონსორი ამ ყველაფრის და ბოლოში რა გვაქვს მოკლედ, ბოლოშიც რამოდენიმე პროექტია, რა მინდა გაჩვენოთ მოკლედ, ბაზრის კაპიტალიზაცია 2024 წლიდან და არის მოცემული როგორც თქვით 2025 წლის მარტის ბოლომდე ეს ინფორმაცია პირველ ადგილზე არის რენდერი, შემდგომ თეტა, რის თქმა მინდა ამით. ეს მსგავსი რეპორტები თქვენ შეიძლება ნახოთ, ესა თუ ის ახალი პროექტი, რომელიც 2024-ში არის ჩაშვებული 2025-ში და შეადაროთ როგორ უწევს კონკურენციას თუნდაც ფასის კუთხით და შემდგომ არის უკვე საინტერესო მეტრიკები, ანუ დღიური მოცულობა, მოკლედ ჩაშვების შემდგომ, სხვათა შორის iOS აქ დიდი, შემდგომ არის რენდერი და თეტა მოდის და სხვა პროექტებიც ასევე სიმძლავრეები, უკვე CPU სიმძლავრე ყველაზე დიდი იქონია თეტას, შემდგომ გოლემს და ფალას. ესეც საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის, რადგან თუ ხვდებით რომ ასე ვთქვათ ბაზარზე, ანუ აი ეს კრიპტოს არ ეხება, ზოგადად შეიძლება დაინტერესებული ხართ ამ სფეროებით და თუ სიტყვაზე CPU-ს გამოყენება ზოგადად იზრდება და მსგავსი ინფრასტრუქტურების დაქირავების მაჩვენებელი მზარდია, შესაბამისად თქვენ ერთ-ერთი დეცენტრალიზებული საშუალება, ანუ დეცენტრალიზებულობას კიდევ რატო უსვამთ ხაზს, იმიტომ რომ მეტნაკლებად თითქმის ყველა პროექტში არა, მაგრამ უმეტეს პროექტში ასე ვთქვათ ცენზურა არ არის, რომ აი შენ არ შეგიძლია ჩაერთო აქ, ან შენ არ შეიძლება გამოიყენო ეს ინფრასტრუქტურა აწყო, რა თქმა უნდა, ყველას გარკვეული წესები აქვს. ჰელიუმის მაინინგით ვინც იყვნენ დაკავებული იმ ადამიანებს გეცოდინებათ რომ რაღაც დაფარვაზე ანუ სხვის ასე ვთქვათ ლოკაციაზე არ უნდა გადაფარო წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უფრო ორივე ნაკლებ ჯილდოს გამოიმუშავებთ ან საერთოდ არ შედგებოდა სიგნალის გადაფარვა არ უნდა მოხდეს ანუ შიდა წესები არსებობს შიდა წესებს თუ დაიცავთ მოკლედ კლუბში ყველა გელით და უმიზეზოდ ასე ვთქვათ არავინ არ დაგბლოკავთ შემდგომ არის GPU-ს გამოყენება სხვათა შორის თეტაც ძლიერია და ახალი პროექტი Aether-ი შემოდის, რომლის შესახებ მე არ გამიგია სიმართლე გითხრათ. მოკლედ ეს არის მოცემული. შემდგომ გამოყენებადობა, აი ამიტომ ვთქვი ხაზგასმით, რომ IO.net-ის მიერ არის დასპონსორებული ეს რეპორტი და შესაბამისად კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ეს ბრუნვა და შემოსავალი, ასე ვთქვათ, ბრუნვა ჩაშვების შემდგომ და აქვე უნდა აღინიშნოს, არის ახლა რამოდენიმე მაგალითი, მოკლედ ამ რეპორტში, ეს რეპორტი არის რატო შეხარობა, ამის კითხვას არის 127 გვერდიანი. უბრალოდ გაჩვენებს სტრუქტურას, სტრუქტურულად რას მოიცავს ეს რეპორტი, დანარჩენი უკვე თქვენზეა, თქვენ დაგაინტერესებთ თუ არა. და მსგავსი რეპორტები იმ
ტექნოლოგიებზე ან coinებსაც ფლობთან აპირებთ რომ იყიდოთ, რა თქმა უნდა გქონდეთ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიღებული გადაწყვეტილებები, ასე ვთქვათ, ვიღაცის hype-ზე დაყრდნობით იქნება მიღებული და შესაბამისად ეს პრობლემური იქნება თქვენთვის. მოკლედ თითოეულ პროექტზე არის მოცემული პარტნიორობა, რომელიც ანალიტიკოსებმა ჩართვალეს, რომ აი ამ პარტნიორობის შესახებ ინფორმაციას თუ ვაჩვენებთ, იქნება საინტერესო, ესე შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ და case study-ები, ანუ ზოგადად რაში ხდება გამოყენება, ვინ იყენებს ამ პროექტს, iOS.net-ზე არის თითქმის ნახევარრეპორტში ინფორმაციები განხილული, თუმცა გვაქვს ასე ვთქვათ სხვადასხვა პროექტები, სადაც ფიზიკურად ვერ იქნება მასზე განხილული. შემდგომი ინდუსტრია, ქვეინდუსტრია მოდის ინფორმაციის შენახვა, ეგრეთ წოდებული შესანახის storage network-ები, ანუ შესანახი, ასე ვთქვათ, კავშირები, სადაც პრინციპში Filecoin და Arweave ძალიან ბევრს გეცოდნება ჩვენი მაყურებლებიდან. ძირითადად ფიზიკური ინფრასტრუქტურა რა გვაქვს, ესე იგი მყარი დისკები, მყარი, ასე ვთქვათ, დრაივები და ვირტუალური დისკები. Filecoin-ი არის პირველ ადგილზე 2017 წელს დააფუძნებული, შემდგომ მოდის Arweave 2018 წელს, SIA 2015 წლიდან და SIA-ზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ და კიდევ სხვა პროექტები. ახლა მაინტერესებს მე ჩარტი, ბაზრის კაპიტალიზაციით Filecoin 2024 წლიდან პირველ ადგილზე, შემდგომ შემოდის Arweave და სხვათა შორის აგერ ხედავთ 2024-ის შუა პერიოდში იყო მცდელობა, რომ Arweave-ს გადაესწრო ბაზრის კაპიტალიზაციით Filecoin-ისთვის და ვნახოთ ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს. თუ შეხედავთ ზოგადად დინამიკას, მთლიანად ბაზრის კაპიტალიზაცია ამ ინდუსტრიისთვის მარტის მონაცემებით დაკლებული არის, თუ შეხედავთ, ასევე დღიური, ასე ვთქვათ, მოცულობა პირველ ადგილზე Filecoin-ი, შემდგომ Arweave მოდის. მოცულობის მხრივ რამდენის დატევა შეუძლიათ Filecoin-ი პირველზე და მესამეზე არის Arweave, ავტონომი არის მეორე ადგილზე ამ შემთხვევაში და გამოყენებადობის მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, Arweave ამ შემთხვევაში არის მეოთხე ადგილზე, Filecoin-ი პირველზე. თუ პირველზე არ არის, SIA არის პირველზე თუ არ ვცდები, ძალიან ცუდად ეხატათ. აქტიური, ასე ვთქვათ, მიწოდება და გამოყენებადობა ამ შემთხვევაში ეს მე ქვევით არის ჩაშლილი, ყველგან არის მითითებული, აი ქვევით ნახავთ, ყველგან არის მითითებული წყარო და ეს წყაროები შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოკლედ თუ უფრო ღრმად გაინტერესებთ. შემდგომ ინდუსტრიას გადავიდეთ, მოკლედ შემდგომ არის დაკავშირება და ამ შემთხვევაში არის სექტორები მობილური კავშირები Wi-Fi და LoRa-1, რაც არის პრინციპში ჰელიუმის ინფრასტრუქტურა, პირველი არის ჰელიუმი და აქ არის პრინციპში მოცემული ყველა ის ქვესახე, რაც შემდგომში ჩაეშვა World Mobile-ი, სხვათა შორის World Mobile-ზე იყო საინტერესო кейსი განხილული, როდესაც ერთ-ერთი კატაკლიზმის დროს ვიღაცას არ შეეძლო ჩვეულებრივი მობილური კავშირი განეხორციელებინა და World Mobile-ის ხელსაწყოს საშუალებით, მოკლედ განახორციელა კავშირი და მოითხოვა დახმარება. ნოდლით სხვათა შორის ძველ მაყურებლებს გემახსოვრებათ, სადაც თქვენ შეგეძლოთ მოკლედ Internet of Things, ანუ ნივთების ინტერნეტი ქვია ამას ესე და ქსელს აგებდა ნოდლი Bluetooth-ის ჩართვით და სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომლებსაც Bluetooth კავშირი ჰქონდა, ამათ უკავშირდებოდა და ქმნიდა თლიან ქსელს. ამაში თქვენ გიხდიდათ საკომისიოს და ეხლაც არის ეს coin-ი ჩაშვებული ჯგუფში. ვიღაცა მიკითხა, არსებობს თუ არა ისეთ პროექტები, სადაც შეიძლება უფასოდ ფულის გამომუშავება შეიძლება იმ შემთხვევაში თქვენ თუ რაღაც რესურსი იძლევით უკან, ანუ ამ რესურსშიც პირობითად მობილურის დატენვაში, მობილურის ყიდვაში ან სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებაში ან თქვენი დროის დათბობაც რაღაც მხრივ ფული არის და მთლად უფასო ესეთ პროექტები რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა დეპინი არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოკლედ
მეტნაკლებად გამოიმუშაოთ თანხა, ესე უფასოდაც მთლად არ გამოდის. აქაც არის შედარებული და ბოლოსკენ ძალიან მომეწონა, არის საუბარი საფრთხეებზე, თითქმის ყველა ინდუსტრია არის ცლად ჩაშლილი, ძალიან ბევრი პროექტია და სხვათა შორის გრასიც არის, გრასის თქვენ შეგიძლიათ მოკლედ ბიტნეტზე შეისყიდოთ. ძირითადში პრობლემა არის თუ ხელსაწყოებს ეხება ღირებულება და ღირებულება რა შემთხვევაში ალბათ ჰელიუმის მაინერებიდან გამომდინარე გახსოვთ, როდესაც მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ფასი გაიზარდა და შემდგომ როდესაც ეს მაინერები ჩამოვიდა, ფაქტობრივად ამ გაზრდილ ფასზე უკვე თვითონ ბაზრის ეკონომიკაც მოშლილი იყო და შესაბამისად ვისაც ადრევე არ ქონდა დაყენებული ეს ხელსაწყოები, ვერ ამოიღეს ის თანხა, რაც ჩადეს. ხელმისაწვდომობაც ძალიან რთული არის, რადგან უნდა გამოიწეროთ საიდანღაც საქართველოში არ აქვთ ბევრ პროექტებს საწყობი. ასევე პრობლემა არის ლოკაცია, გადატვირთვა ქსელების და დეტალურად არის აღწერილი კიბერშეტევები და ის გამოწვევები პრინციპში სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად აკრძალულია, რადგან რეგულაციის კუთხით არ ასრულებენ ამა თუ იმ მოვალეობებს. მოკლედ ძალიან საინტერესო ანალიზი არის და თუ გაინტერესებთ ეს პროექტები, ამ პროექტების ასე ვთქვათ, მოკლე ანალიზი აქ ნახავთ გამოყენებადობის კუთხით, შემდგომ შეგიძლიათ არჩიოთ მოკლედ ესა თუ ის პროდუქტი და გადაწყვიტოთ თქვენ ამ პროდუქტში ინვესტირება გნებავთ თუ ამ პროდუქტს დააკვირდებით და ნახავთ როგორ განვითარდება ამის მომავალი. ბევრისგან გამიგია სხვათა შორის აკვირდებიან პროექტს, ჩამოწერენ ეგრეთ წოდებულ იმ გასავლელ გზებს, რა გზებიც უნდა გაიაროს ამან თუ იმ პროექტმა და აკვირდებიან რაც დაწერეს იმ პერიოდში გაივლიან თუ არა ამ ყველაფერს ეს პროდუქტები თუ გაივლიან ძალიან კარგი მათთვის და შემდგომ ინტერესდებიან უკვე ამ პროექტებში ინვესტირებით. პირველ სიახლე მოკლედ ოდნავ გრძელი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ საჭიროა ჩემი აზრით ხმთლიანი რეპორტის განხილვა, უფრო ბაზის ფორმატია და შეიძლება მსგავსი რაღაც დავამატოთ კიდევ სხვადასხვა რეპორტების განხილვა, თუმცა მთლიანი გადაცემა ამისთვის შეიძლება ბევრისთვის მოკლედ არ იყოს საინტერესო. დაწერთ კომენტარებში პრინციპში თუ გაინტერესებთ მსგავსი რეპორტების უფრო ვრცელი განხილვა და ჩვენ შევეცდებით რომ განვიხილოთ. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლესთან მიმართებაში ოთხშაბათს კრიპტობასში ვისაუბრეთ Ripple-ს უნდა ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო ლიცენზიის აღება და დასტურიც საბოლოო დასტური სანამ არ შეიქმნება მოკლედ საბოლოო დასტურზე აქ ლაპარაკი. ზედმეტი უბრალოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა იკითხა Ripple-ის ეს ამბავი და ამიტომ სტატიაც კი დაიწერა ამაზე, Twitter-ზე დევს ეს სტატია ჩვენთან, სტატიაც კი დაიწერა ამაზე, რატომ არ იმოქმედა XRP-ის ფასი. XRP-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს სხვა პრობლემა, რა პრობლემაც ეხება უშუალოდ ამ coin-ის გაყიდვას, ამ coin-ის pre-sale მიმართებაში SEC-ის დავა და Ripple-ის დავა, ალბათ XRP-ის დავა, ალბათ თქვენ გახსოვთ და საბოლოო ჯამში ეს ასე ვთქვათ, ბევრს ეგონა რომ აი ბანკის შემდგომ ფასი აიწევდა, მეგობრებო, ეს ესე მარტივი არ არის, ნდობის გატეხვა წამები უნდა და მის აღდგენას, რავი, შეიძლება ვერც აღიდინოთ მოკლედ ეს ნდობა და შესაბამისად ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ მის დამიხედვით თუ როგორ ოპერირებს ბანკი და როგორ გაივლის იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც აქვს საბანკო სივრცეს და არის ძალიან ბევრი რეპორტი, სადაც ბანკების, საქართველოს ბანკებზე არ არის სხვათა შორის საუბარი, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ძალიან ბევრი ბანკი გაკოტრდა და შესაბამისად ამ პრობლემას როგორ მოაგვარებენ, თუმცა არსებობს მეორე დადებითი მხარე, სადაც შეიძლება ამ საბანკო ინფრასტრუქტურამ გამოიყენოს XRP-ის ტექნოლოგია და საკომისიოში მაინც ჩაუშვას ეს ყველაფერი, ასევე საინტერესო არის მაინც მობილიზებულები არიან თავიანთ პროდუქტებზე, პრინციპში RLUSD-ზე არის აქ საუბარი, როგორ ჩაიშვება ეს და როგორ იქნება ასე ვთქვათ ამის ათვისება, ამაზეც არის აქცენტები და დაველოდოთ ამ კუთხით მოვლენას.
ჩემთვის საინტერესო პროექტი XRP კიდევ ერთხელ არ არის, რასაც ედავებიან ამერიკაში, იმის კვალი სხვათა შორის საქართველოშიც კი ჩანს, რადგან ადამიანების ნაწილი, რომელსაც კრიპტოს შესახებ, ბიტკოინის შესახებ არ გაუგიათ, მე მქონია რამოდენიმე შემთხვევა, 3 თუ 4 შემთხვევა, ერთ-ერთი ბანკის დახმარებით 2019-2018 წელს ამ ადამიანებმა იყიდეს XRP. მაგრამ არც ბიტკოინის ტექნოლოგია იცოდნენ, არც კრიპტოვალუტების შესახებ და რომ მიკითხავს, აი კრიპტო კი მე Ripple მაქვს და რაღაცა ესეთი გაკვირვებული სახით ვიყურებოდ და თურმე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ბანკში უთავაზებია თავის დროზე და ალბათ ხვდები, რომ ეს ტენდენცია მოდის სწორედ იქიდან, რა ტენდენციაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაირღვა და შესაბამისად იქ ნახოთ, როგორ აღიდგენენ რეპუტაციას. სხვა მხრივ, ვისაც ზედმეტად ცენტრალიზებული სისტემა გაინტერესებთ, Ripple ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტია. შემთთვის არ არის ახლა ცენტრალიზებული სისტემები საინტერესო და ის სისტემები საინტერესო, რომლებიც ასე ვთქვათ, ის კომპანიები უბრალოდ საინტერესო, რომლებიც ძალას არიშურებენ იმისთვის, რომ CBDC-ები ჩაუშვან სხვადასხვა ქვეყნებში, სხვათა შორის საქართველოშიც CBDC საპილოტე პროდუქტის ინფრასტრუქტურა Ripple-ს უნდა მოეწყო, როგორც ხედავ, არ არის მოწყობილი და მე მგონი ყველაფერი კარგად მიდის ამ კუთხით. Ripple-ს თხოვ, რომ ესე გააგრძელოს, რომ CBDC-ც არ დაგვეწიოს, თორე ეს უკვე საბოლოო ჯამში ფიასკოსკენ კი არა, საერთოდ ტოტალური კონტროლისკენ წაიყვანს პრინციპში იმ ფინანსურ ნაკადებს, რა ფინანსური ნაკადებიც არსებობს საქართველოს ჯერჯერობით კიდევ. მოკლედ, ესეც იმედია CBDC-ც არ დაგვეწევა საბოლოო ჯამში. სხვა, ანუ ეს კავშირი და ბევრჯერ ითქვა გადაცემაში, რომ Ripple და XRP სხვადასხვანაირად უნდა განვიხილოთ. პრინციპში ერთ-ერთი საინტერესო კუთხე არის ეს, რომ აპრიორი რაღაცის გამოკეთება არ ნიშნავს, რომ XRP-ის თანხა დოლარში და ბაზრის კაპიტალიზაცია ეიწევს წამებში, მაგრამ დაველოდოთ მოკლედ რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. დაწერთ კომენტარებში თუ აკვირდებით ხოლმე Ripple-ს, XRP-ს და რამდენად საინტერესო არის ეს პროდუქტი თქვენთვის. იყენებთ თუ არა, ან შეხვედრიათ თუ არა ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ პროექტს. და ეხლა გადავიდეთ მესამე სიახლეს. მესამე სიახლეში საერთაშორისო სავალუტო ფონდი და პაკისტანი უპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ცუდი ნათქვამია ეს დაპირისპირება, თუმცა პაკისტანმა IMF-ს თხოვა თანხა, რათა შეექმნათ დიდი ინფრასტრუქტურა ბიტკოინის მაინინგისთვის. ძალიან დიდ სიმძლავრეებზე არის აქ საუბარი, რამშიც პრინციპში IMF-მა თანხა არ გამოყო. სხვათა შორის პაკისტანი მაინინგის კუთხით არც თუ ისე უინტერესო ადგილი არის, შეიძლება ბევრს სასაცილოდ არ გეყოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ და არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ბევრ განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ასე ვთქვათ, სწორად აზროვნებენ ამ ინფრასტრუქტურების შექმნაში და ცდილობენ, რომ დაიკავონ ადგილის მომავლის ტექნოლოგიაში. კიდევ ერთხელ, როგორც უნდა გაგრძელდეს ბიტკოინის გზა, ფაქტია, რომ არსებობს რაღაც შეუჩერებელი და სხვათა შორის პაკისტანის მთავრობა საუბრობს, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მამოტივირებელი ამ შემთხვევაში იყო Donald Trump-ის გამოსვლები და შესაბამისად ბიტკოინის რეზერვების იდეაც მოეწონათ მათ, ასევე მოეწონათ ბიტკოინის მაინინგის მხარდაჭერა. მოკლედ ზედაპირზე ეს არის. ბევრისთვის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ შეიძლება ეს არ ნიშნავდეს, მაგრამ თვით საქართველოშიც კი ძალიან ბევრი დატა ცენტრი იყო ადრე ვიდრე ეხლა კი მოიხსენებათ, რატო შეიძლება არ იყოს დატა ცენტრები ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო დრო, როდესაც საქართველოში მაინინგი ძალიან პოპულარული იყო და პრინციპში ის ტალღა, რომელიც 2021-ში უნდა გამოგვეყენებინა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და თუ არ ვსდები ყაზახეთმა იხეირა იმ ამბით, როდესაც ჩინეთში უკვე მორიგი რეიდები და მორიგი აკრძალვები დაიწყო, რაზეც ვისაუბრეთ 2021 წლის წარსულის სიახლეებზე, მაისი-ივნისის ჭრილზე არის საუბარი და შესაბამისად ნახოთ მოკლედ როგორ დავუბრუნდებით ამ გზას, რა გზაც პრინციპში საინტერესო არის, როგორც
სამომავლო პერსპექტივით, ასევე ყოველდღიური პერსპექტივით, სხვათა შორის ნიკოლოზმა ჩვენ ჯგუფში გააზიარა ერთი ისტორია, ვიდეო ისტორია, სადაც მოკლედ ერთ ადამიანს შეექმნა ელექტროენერგიის გამოყენებაში პრობლემა, რადგან ჭარბ ელექტროენერგიას გამოიყენებდა, ჩვენი მთავრობა ამას არ იბარებდა, ასე ვთქვათ, არავინ ამას არ იბარებდა, საბოლოო ჯამში ენერგია ვერსად ვერ მიდიოდა და ამ ადამიანმა მოკლედ საინტერესო გამოსავალი იპოვა მაინინგის კუთხით და პრინციპში არის თქვენ შეიძლება სასაცილოდ არ გეყოთ რა, როგორ შეიძლება გქონდეთ არის სიტუაციები, როცა შეიძლება ჭარბი ელექტროენერგია გქონდეთ, არის ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება მაინინერის მიერ გამომუშავებული ენერგია სხვა რამედ გარდაქმნათ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გადაცემაშიც გაჟღერებულა, ჯგუფშიც გაჟღერებულა, მოკლედ დასათვლელია ბევრი რაღაც, დასათვლელია თანამედროვე საბანკო და დათვლილიც არის, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამედროვე საბანკო ინფრასტრუქტურა და სისტემა რაიმ ელექტროენერგიას მოიხმარს, ბიტკოინი რაიმ ელექტროენერგიას მოიხმარს და ასევე შეადაროთ ასე ვთქვათ რა ინფორმაციის გატარება შეუძლია თქვენ სიჩქარეზე შეიძლება რაღაც კითხვები გქონდეთ 24/7-ზე მუშაობს თუ არა მოკლედ ამ ყველაფრის შედარება შეიძლება სავარაუდოდ სამომავლო პრინციპში CBDC-ების გზაც მაკეტკენ მიდის რომ სიჩქარის ამბავი არ იქნება პრიორიტეტი 24/7-ზე ასე ვთქვათ ჩვენი პინის პრიორიტეტი არ იქნება თუმცა ჩვენი ასე ვთქვათ მხარის პრიორიტეტი ყოველთვის არის თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი და შესაბამისად თავისუფალ ბაზარში ასე ვთქვათ უკონტროლო მოიაზრება იმაში რომ პრინციპში თქვენი ფინანსების მმართველები თქვენ ხართ და საბოლოო ჯამში ბიტკოინი და ბიტკოინის ტექნოლოგია ამ კუთხით შეუჩერებელი არის. მოკლედ ეს საინტერესო სიახლეები მინდოდა რომ მეთქვა, სამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ, მოკლედ შევაკოცდები იმ სიახლეებს, რა სიახლეებიც გვაქვს ბიტნეტზე, კიდევ ერთხელ მოთხოვნიდან გამომდინარე 0%-ად USDT შესყიდვა გრძელდება ან თქვენ ბიტნეტზე 0%-ად ან 0%-იანი საკომისიით შეგიძლიათ შეიძინოთ USDT, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან მინიმალური თანხით გინდათ ცდა და ექსპერიმენტის ჩატარება კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, უკვე 5 ლარადაც კი შეგიძლიათ იყიდოთ სხვადასხვა პროექტები ბიტნეტზე. ეხლა დეპინზე რაზეც ვისაუბრე, რენდერი და გრასი, როგორც ვიცი, არის ბიტნეტზე და თქვენ შეგიძლიათ ეს პროექტებიც იყიდოთ და ასევე თუ შეკითხვები გექნებათ, მოკლედ მესამე კომპონენტი, რაც ამ ყველაფერს ავსებს, თუ შეკითხვები გექნებათ 24/7-ზე საპორტი მზად არის იმისთვის, რომ გიპასუხოთ მოკლედ ესეთ სიახლეები არის აქეთკენ და შესაბამისად გამოიყენეთ ეს სერვისები, ეს სიახლეები, რადგან პრინციპში ეს 24/7-ზე დახმარება და თქვენ თუ მიგიწერიათ სიტუაციაზე ფაინანსის საპორტისთვის და თუ გაძვერით იმ ბოტების პასუხს და შემდგომ ჩადექით რიგში და გახსენით ბილეთი და დაელოდეთ 1 საათიან და 2 საათიან კომუნიკაციას, ალბათ მიხვდებით ქართული 24/7-ზე საპორტი რა სიმარტივე შეიძლება ნიშნავდეს ამ კუთხით, ამიტომ შეადარეთ ხოლმე რაღაცები და ძალიანაც მოიჭრეთ მოკლედ ვინც როდესაც მარტივ გამოსავლებს გთავაზობთ ჩვენ. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ბაზრის ფასზე. თუ რა ხდება ზოგადად ბაზარზე, პრინციპში 100-დან მოყოლებული დიდად არაფერი არ შეცვლილა, ეხლა გამოჩნდება ეკრანზე, რამოდენიმე სცენარი განვიხილეთ მაშინ, ეხლა ჩანს უცებ ეკრანი. დღის დახურვა და ჩვენ დღის დახურვას დავალოდებით რა თქმა უნდა და ზოგადად კვირის დახურვასაც შევაფასებთ. მომავლის პერსპექტივით რა თქმა უნდა ფასებზე საუბარი ძალიან რთულია. კვირა ჯერჯერობით თუ მით უმეტეს უფრო დაბლა არ დაიხურა, ანუ ეს გეუბნებათ ზოგადად ესეთი მოძრაობა და მსგავსი მოძრაობა, რომ ბაზარი აი ამ წინა კვირის აღმასვლასთან დაკავშირებით არის ჩამოუყალიბებელი, მოცულობებსაც თუ შეხედავთ, კონკრეტული ბირჟის მონაცემები აქვს, მოცულობებსაც თუ შეხედავთ, რაც საინტერესო ესე არ არის. ასევე იმ სიახლეებსაც ვისაუბრებ პარალელურად რა სიახლეებიც არ მithქვამს ეს არის პრინციპში რეგულაციის კუთხით უკვე ივლისში უნდა მორჩეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტებზე საუბარი. ასევე ერთ-ერთმა სენატორმა განაცხადა, რომ ასე ვთქვათ 300
$100-იანი მიჯნის შემდგომ როგორ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ კრიპტოვალუტების დაბეგრვა, ამასაც შემოიტანენ და უფრო ნათელს გახდიან მოკლედ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში დაველოდოთ მე ამ სიახლეების გაანალიზებას არ დავიწყებ, რადგან დამტკიცების შემდგომ უფრო მარტივი იქნება საბოლოო ჯამში გავიგოთ რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ბაზარიც ამას ამბობს, რომ დიდად ასე ვთქვათ მოძრაობები არ გვაქვს ამ ჭრილში, დღე არა პოზიტიურად არის დაწყებული 4 საათიანის დიაპაზონში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო დიაპაზონებია 7,000, 8,000 წინააღმდეგობის კუთხით იცით რომ თითქმის 100,500 არის ის საინტერესო დიაპაზონი, რა დიაპაზონზე შეიძლება იყოს საუბარი. დიდად რომ გითხრათ ძლიერი ჩარტია და ასე ვთქვათ ძალიან დიდი აღმასვლის მოძრაობები შეიძლება იყოს დიდი ალბათობით ამას ვერ ვიტყვით რა თქმა უნდა ბაზარს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ მოკლედ ის ტენდენციები როგორ გაგრძელდება რა ტენდენციების და ნარატივებიც არის ბევრი ანალიტიკოსი თვლის რომ ზაფხული არც თუ ისე კარგი შეიძლება იყოს და ერთ-ერთი მსგავსი სცენარი ჩვენ აქ განვიხილეთ, როდესაც ზაფხულის განმავლობაში შეიძლება დაუბრუნდეთ 100,000 ნიშნულს და შემდგომ გქონდეს რაღაც აღმასვლები და ესეც საინტერესო იქნება, ამიტომ არის ეს კვირა და შემდგომი კვირა მნიშვნელოვანი, ასევე უმუშევრობის ინდექსიზე ინფორმაციაც დაიდო და შესაბამისად საუბრები იყო პრინციპში საპროცენტო განაკვეთის კლებასთან მიმართებაში და დაველოდოთ საპროცენტო განაკვეთის კლებაზე ჩვენ რა ინფორმაციები გვექნება, ახლა ვნახოთ რამდენ ხო 26 დღეში ალბათობები დავითვალოთ წინასწარ ამის თქმა ძალიან რთული არის და ვნახოთ რა კი დიდი ალბათობით 95% დარჩება იგივე რაც მანამდე იყო, ანუ წინა თვესი იყო და ეს პრინციპში 26 დღეში გამოცხადდება, ჩვენ ყოველ პარასკევს გადავამოწმებთ და 4 შაბათს გადავამოწმებთ და საბოლოო ჯამში გეტყვით, საითკენ მიდის ამ კუთხით ბაზარი. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბიტკოინის დომინაცია. ბიტკოინის დომინაცია მოცემული იქნება სტაბილურ ქოინების ჩათვლით. ბიტკოინის დომინაციას კლების ტენდენცია არ აღენიშნება, კლების ტენდენცია თუ არ აღენიშნება ბიტკოინის დომინაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ალტკოინები არ არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და რამოდენიმე აი ამ შემთხვევაში ტოპ 10 ან ტოპ 5 ბაზარში ვინც არიან მოთამაშეები, მათ ბაზრის კაპიტალიზაციას აკვირდებიან ხოლმე ინვესტორები და აქედან გამომდინარე იღებენ სხვა და სხვა გადაწყვეტილებებს. ეხლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში და არ იქნება საავადმყოფოდ კარგად საქმე დიახ. ანუ რაღაც ნიშნულამდე ვართ გაჩერებულები და ზაფხულისთვის ეს არის დამახასიათებელი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, რადიკალური გადაწყვეტილებებისგან იკავებს თავს და რეგულაციის კუთხით საინტერესო იქნება რა როგორ დასრულდება. ეხლა ვნახოთ Solana Bitcoin-თან მიმართებაში აგრძელებს თუ არა კლებას. ხო, არაფერი საინტერესო, უფრო კლების ტენდენციისკენ ვართ. BNB-ს გადავხედოთ და Ripple-ს ახლა XRP-ს ახლა არ გადავხედავ, კი არის ტოპებში, მაგრამ მაინც ხო, აი BNB-ც სხვათა შორის Bitcoin-თან მიმართებაში ძალიან ცუდ დიაპაზონში შედის, აი ამ ჩრდილის გამოცდა იგეგმება და ეს ჩრდილის გამოცდა, აი ესეთი ნელ-ნელა შესრულები შეიძლება არ დამთავრდეს კარგად და მიუახლოვდეთ აი გაქცევის პერიოდს, რასაც BNB-ს გაქცევის პერიოდს ვეძახი, სადაც ჩვენ წინა გადაცემაშიც თუ ავსდები განვიხილეთ 40 და $50-დან როგორ მალევე ავარდა ფასი აი აქედან, ხო აი აქედანაც და შემდგომი აქ მოყვა და ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელ ვადაში ძალიან ბევრი ინვესტორისთვის აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში პირველ ალტკოინმა გვიჩვენა, რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, ეს ალტკოინები არ იყოს ბიტკოინთან მიმართებაში საინტერესო, თუმცა კიდევ ერთხელ ყოველთვის დააკვირდით პრისეილის ფასს და გაიხსენეთ, რომ პრისეილის ფასის დროს ან თავიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის შესული და ის ბევრი ადამიანი როდის გამოვა. ანუ ამაზე ეს აქცენტი ავიწყდება ძალიან ბევრს. პირობითად, რა ვიცი, თუ სიტყვაზე 10 წლის წინ მე რაღაც X coin-ი შევისყიდე 1000 ან 100X coin-ი შევისყიდე ერთ ბიტკოინად,
ხო? და ეხლა აი ამ 100 coin-ის ფასი სიტყვაზე Bitcoin-ში იყო 4 წლის წინ 20 Bitcoin-ი, მაგრამ ეხლა არის 10 Bitcoin-ი, იმ გადმოსახედიდან მე თუ მაშინ მაქვს ნაყიდი Bitcoin-ში თუ გადავცვლი, მექნება 10-ჯერ მეტი Bitcoin. ანუ ეს არითმეტიკა რატომღაც გვავიწყდება და გვიან ვინც არის შემოსული, მხოლოდ იმ ადამიანებს უყურებთ, გვიან ანუ ჩვენზე არის საუბარი პრინციპში და შესაბამისად გვავიწყდება ის ხალხი, ვინც მანამდე იყო, ანუ იმ ხალხს სადამდე შეუძლიათ რომ იყვნენ მარტივად ბაზარზე, Solana არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, $4 იყო მიახლოებული და 10-ჯერ მეტ მოგებაში იყვნენ მაინც ინვესტორები დოლართან მიმართებაში და ესეც გასათვალისწინებელი იყო და მით უმეტეს თუ Bitcoin-ში შეიძინეს, ხო? რაც ამმა გადაცვალონ ეხლაც მით უმეტეს Bitcoin-ში, ის ადამიანები პლუსში იქნებიან. ეგ ადამიანები რატომღაც გვავიწყდება, ეხლა Solana Bitcoin, ხო? კი ვიძახი რომ კატასტროფულ მდგომარეობაში არის ეხლა Solana Bitcoin-თან მიმართებაში, თქო? და ნახოთ რა ვიცი. 2700% არის გასტარი. აი აქამდეც რო ჩამოვიდეს ერთ-ერთი დიდი გაჩერება, ხო? 1000%. ანუ ამაზე არის ხალხო საუბარი, რომ ის ხალხი არ დაგვავიწყდეს, ვინც თავიდან შემოვიდა. ჩვენ შეიძლება გასასვლელი ლიკვიდაცია ვიყოთ სხვადასხვა პროექტებში შემოსული ადამიანებისთვის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რასაც ბასის ფორმატში ვსაუბრობდი, პროექტს ჩვენ როგორ ვუყურებთ, ანუ ეს პროექტი რაიმე პრობლემას აგვარებს და ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეს coin-ი ან ტოკენი როგორც საკომისიო, თუ უბრალოდ რეალურად არანაირ კავშირში არ არის და თავიანთი blockchain-იც კი არ აქვს, ხო? და ირიბად ჩვენ რეალურად კომპანიას ვეხმარებით და აქვს საერთოდ სხვანაირი მოდელი იგება, ხო? და შეგახსენებთ ასევე, რომ აი ხარ დეპინ პროექტები განვიხილეთ და პრინციპში Pixel Academy-ში თქვენ შეგიძლიათ მოკლედ პროგრამირების შესწავლა, სადაც სექტემბრიდან დაიმატება ასე ვთქვათ, კრიპტოს და პროგრამირების კურსი ერთად და შესაბამისად თქვენ სხვადასხვა პროექტებში შეძლებთ ამ კუთხითაც ჩართულობას და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენ თუ გადახედავთ დეველოპერებს, რომლებიც ამ ეკოსისტემებში ტრიალებენ, ძალიან ცოტანი არიან და სწორედ ეს ცოტა დეველოპერიც განაპირობებს რაღაც არამდგრადობას ამა თუ პროექტების და ესეც ალბათ გამოსწორდება იმედია და თუ არ გამოსწორდა საბოლოო ჯამში შეიძლება დაუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც არსებობდა Bitcoin-ი და კი smart კონტრაქტების კონცეფტი კარგი იყო, მაგრამ ამ smart კონტრაქტების კონცეფტმა რეალურ ცხოვრებაში არაფერი შეცვალა ამ კუთხით და ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოკლედ, საინტერესო ივლისი გამოდის პრინციპში, რატომაც არა, გარდამტეხი ივლისი იქნება ფასების კუთხით. ეხლა შევეცდები თქვენი კომენტარები ვნახო. თქვენი კომენტარები ვნახოთ ჯერ Facebook Live-ზე, თუ არის, არაფერი კომენტარი არ არის და ვნახოთ YouTube-ზე, სადაც პრინციპში ალბათობა იმისა, რომ კომენტარები იყოს, არის უფრო დიდი. ვნახოთ YouTube-ი. სალამი, მითმა ლიცენზია აიღო და ეს WASP-ის ლიცენზია აქვს ხოლმე ფიუჩერსებთან ვაჭრობა არ მოსულა, მაგიტომაც არ აქვს ქართულ ბირჟას, მას შემთხვევაში როგორც იქნება შეზღუდვები, ვიდრე ვფლობთ ინფორმაციას. მოკლედ, კი, ქართულ ბირჟებს და ზოგადად იმ ბირჟებს, ვინც აქ ოპერირებენ, ეს ფიუჩერსებით ვაჭრობა და მსგავსი პროდუქტების გაყიდვა არ შეუძლიათ და ძალიან მარტივად შეიძლება გითხრათ, რომ რაღაც აკაუნტებზე წვდომა უცხოურო ბირჟებში შეიძლება ერთ დღეს არ გქონდეთ. ამ ბირჟამ მოგცეთ ვადა, რომ იცით რა ამ პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება და შესაბამისად თხოვთ გაიტანოთ ანგარიშები. ანუ ასე ვთქვათ, ქართულ პროდუქტებსა და უცხოურ პროდუქტებს შორის ხოვა არის ეს. აქ ხშირად სამკითხოს, აი ქართულ ბირჟებზე ეს და ის პროდუქტი რატო არ არის? კითხეთ ეროვნულ ბანკს. თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ ეხლა ეროვნულ ბანკს და კითხოთ, როგორ ოპერირებს ესა თუ ის უცხოური პროდუქტი აქ. როგორ სთავაზობენ ეს უცხოური ბირჟები აქაურ მომხმარებლებს სერვისებს და მსგავს სერვისების შეთავაზება რატო არ შეუძლიათ ქართულ ბირჟებს და ეროვნულმა ბანკმა შეიძლება კი პასუხოთ არ ვიცი. რა პასუხს მოიფიქრებენ ამ კუთხით არ ვიცი. ანუ ეს კონკურენციის საკითხი, ანუ ასე ვთქვათ, არათანაბარი კონკურენცია არის
თუ რა არის რისილობირება ვერც ვიგებ სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ვერანაირი ინტერესი ვერ ექნებათ სხვა ბირჟებთან, უცხოურ ბირჟებთან მიმართებაში საქართველოს ვყოფ ადამიანებს და შესაბამისად ასეთ არაკონკურენტულ პირობებში რატო ამყოფებენ ქართულ პროდუქტებს და პროექტებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. შესაბამისად, მსგავსი შეკითხვით ხუმრობის გარეშე შეგიძლიათ დაურეკოთ ეროვნულ ბანკს და გითხოთ რატო ჩაგრავენ ქართულ პროექტებს. როგორც მომხმარებელმა, იმიტომ რომ ვიცი, ქართველი პროექტები პრინციპში და ბირჟები ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად და მით უმეტეს ბიზნესის მაგალითად ხედავთ, რომ მაქსიმალურად თქვენ რაც გაინტერესებთ ის პროდუქტები და იმაზე მორგებული, ასე ვთქვათ, სიახლეები შემოგთავაზოთ და შესაბამისად არ ვიცი აი ამ კუთხით მოკლედ რა როგორ განვითარდება კიდევ ერთხელ მომხმარებლის აქტიურობა არის მნიშვნელოვანი. მომხმართ თქვენ რა სერვისებიც გაინტერესებთ და უმეტესობას თუ რაღაც კონკრეტული სერვისი გაინტერესებთ, შესაბამისად ბაზარზე ეს შეიქმნება, თუ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა სახელმწიფო აზღუდავს ქართული კომპანიებისთვის ექსკლუზიურად კიდევ ერთხელ და უცხოურ კომპანიებზე რა ვიცი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უპრობლემოდ, იმიტომ რომ ვიღაცამ რომ ითხრას რომ ეს ასე ვთქვათ ტექნიკურად არ შეიძლება, მე გეტყვით რომ ტყუილია ეს ყველაფერი, რადგან მე ჩემი უცხოური ბირჟის აკაუნთით გავსულ ვარ საზღვარგარეთ და იქაც კი მიუხედავად იმისა, რომ აკაუნთი ჩემი იყო, ბევრი შეტყობინება ამომივარდა, რომ პირველ რიგში ესეთი მოთხოვნაც იყო, რომ აუცილებლად იმათ ენაზე უნდა გადავსულიყავი, მეთქი არ მინდა თქვენ ენაზე გადასვლა და შემდგომ ფიუჩერსების გამოყენებაზე დიდი შეზღუდვები, დიდი შევსებები ინფორმაციის დამჭირდა. მოკლედ ამაზე არის საუბარი. შესაბამისად, მსგავსი შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ ბანკს და საინტერესო იქნება სხვათა შორის ეროვნული ბანკი ამ კუთხით რა პასუხს გაგცემთ. ეს იქნება საინტერესო, რადგან მგონი ქართული კომპანიები და მით უმეტეს ბიზნესის მოგზაურობას თუ შეხედავთ, ცდილობს ყველაფერს იმისთვის, რომ გაზარდოს, ასე ვთქვათ, ის სერვისები და უფრო მარტივ გახადოს გამოსაყენებლად თქვენთვის პლატფორმა. აპლიკაციაც აქვთ მოკლედ და თქვენ შეგიძლიათ 24/7-ზე უკვე მიწეროთ. სხვა შეკითხვები პრინციპში არ არის. გადაცემის პირველ ნაწილში მოკლედ ვისაუბრეთ სიახლეებზე, პირველ ნაწილში დეპინ ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრე, მეორე მესამე სიახლე ზოგადი სიახლე იყო კრიპტოსთან მიმართებაში, მეორე ნაწილში მოკლედ მივიხილეთ თუ რა ხდება ფასის კუთხით ბაზარზე და მესამე ნაწილში შევეცადე რომ კითხვებზე გამეცა პასუხი. კრიპტობაზარი პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.